დავიწყო. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გავარკვევთ ღირს თუ არა ამერიკიდან ავტომობილის ჩამოყვანა გასაყიდად. ამ ყველაფერზე პასუხი რომ გავიგოთ, ყველაფერი უნდა დავიწყოთ სულ თავიდან. დავგუჭეთ დოლარები ხარა გაასწორებს და გააუთხოვებს ამას. ორი გასაღებიც აგერ არის, ორი ზაპასკაც ჩამოყვა, ორი სანომრეც ჩამოყვა. აქ ყველაფერი სუფთად არის. რაც თავარია და ყველაზე მეტად მომწონს ამ მანქანაში ის არის, რომ 12000 მილია გავლილი, ანუ ფაქტიურად ახალი მანქანაა რა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მარჯვენა მხარეს კარი აქვს გალამაზებული და გალამაზებასაც შევხედოთ, იმიტომ დიდი ისეთი არაფერი არ არის რა. სახელურები, შუშები, ყველაფერი გადარჩენილია, სარკე გადარჩენილია, მოხსნა ორი კარი, მიაყენა ორი კარი, აქ ფეხის დასადები და ეგ არის, ანუ ესეც კი გადარჩენილია, მაგრამ ნუ ამ პლასმას შევცვლით რა. ეხლა წავედით პირდაპირ ბოქსში შევაგდოთ, სადაც სავალ ნაწილს მიხედავენ და მერე უკვე, როდესაც უკანა საბურავი გასწორდება, აი თუ შეხედავთ, ცოტა წაქცეულია უკანა საბურავი, მანქანა როდესაც შეძლებს სიარულს, ამ დანარჩენს მერე უკვე უცებ ჰოპ-ჰოპ მივხედავთ, გავამზადებთ ყველაფერს აბსოლუტურად გაკეთების პროცესს საბოლოო შედეგამდე. ჩემთან ერთად თქვენც ნახავთ და ყველაფერს ერთად გავივლით. დარწმუნებული ვარ, ბევრი თავის ტკივილიც ახლავს თან მანქანის კეთებას და აღდგენას და მინდა რომ ეს ყველაფერი თქვენს გაგიზიაროთ, რომ შემდეგში თქვენ უფრო მარტივი გამოსავალი იყოთ ხოლმე კონკრეტული პრობლემების წინაშე. დეჟავუ მაქვს, იმიტომ რომ უკვე მეორე ვიდეოს ვიწყებ ავტომობილზე, რომელიც უნდა გავაკეთო და უკვე მეორე ავტომობილია, რომელსაც მარჯვენა მხარეს კარი არ ეღება და ოპერატორს უწევს გადაცოცება ინტერიერში მარჯვენა სავარძელზე. გახსოვთ ალბათ Fiat-ის ვიდეოდან ეს მომენტი. არა, სად წახვედი? გადავრძანდი. ვიდი. ახლა კი დროა წავიდეთ ლიდერ მოტორში, გადავწყვიტე იქ დავასერვისო ავტომობილი სრულიად. თქვენთვის რამდენიმე წუთში, ჩემთვის კი დაახლოებით 2 კვირაში ერთად შევაფასებთ, რამდენად მართლა ლიდერები არიან თავის საქმეში ეს ადამიანები და რამდენად კარგად შეასრულებენ ამ ავტომობილზე დაკისრებულ სამუშაოებს. ორიოდე სიტყვით გეტყვით ამ მანქანაზე, ეს არის 2022 წლის Mercedes GLC 300. არაფერი განსაკუთრებული, 2 ლიტრიანი ტურბინირებული ძრავა აქვს. არის იგივე C-კლასი, ოღონდ უბრალოდ ცოტა მაღალზე, ამაგიტომ ქვია GLC. ეს მანქანა ვიყიდე იმიტომ, რომ ფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ამ ბიუჯეტში. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პრობლემური ტიპია. ყველაფერი ჩემთვის მისაღებია, ყოველდღიურად გადასაადგილებად. კი გვაქვს Areoni 6, მაგრამ Areoni დავიმატოთ. ეს ის Areoni-ა, დანელიას Mustang-ში ამ სერიიდან რომ გავხსენით. Royal Series უწევ ძალიან დიდ რეკომენდაციას. მართლა კარგი სუნი აქვს და სულ ღირს ან 3 ლარამდე, ან 4 ლარამდე. ვიდით ლიდერ მოტორში, გამარჯობა. პირდაპირ საქმეზე გადავდივარ, მეგობრებო. რა ხდება ჩვენს თავს, იმიტომ რომ ეს ავტომობილი რაც ჩამოვიდა, იმის მერე არაფერი საერთოდ არ გამიკეთები, ერთ-ერთი უკანა საბურავი იყო წაქცეული და უცებ შევცვალე რომ არა ავტომობილს. სიურპრიზი ასე მგონია ბევრი არ იქნება. მოდი დავუწყოთ ავტომობილის შეფასება. პირველ რიგში ავტომობილს ესაჭიროება რომ მოიცნოს ორივე კარი, წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა. ერთით გაგახარებ ერთი ფაქტით რომ წინა მარჯვენა ფრთის შეკეთება და აღდგენა შესაძლებელია. ეს გასწორდება ხო? კი, ეთყობა. ხდება იდეალურ ფორმას დაუბრუნდება. პირველ რიგში აუცილებელია რომ მოხსნათ ორივე კარები და ვნახოთ რა ხდება შუა საყრდენს. ამის შემდგომ უკვე შეგვეძლება რომ განსაზღვროთ შემდეგი სამუშაოები თუ რა იქნება საჭირო. შესაძლებელია დაექვემდებაროს აღდგენას, შესაძლებელია რომ შეცვლა შეცვლა და დაგჭირდეს. საჭირო იქნება როგორც სათუნუქი ასევე სარობოტე სამუშაოები რომ მოხდეს ავტომობილის გეომეტრიული სიზუსტის აღდგენა. შემდგომი პროცედურები, როდესაც მორჩება სათუნუქე სამუშაოები, ასევე ჩვენთან მოხდება მსგავსი წვრილმანი პლასმასების შეკეთება. სამგორო სამუშაოებზე გეტყვი რომ ყავს ჩინელი სპეციალისტები ჩამოყვანილი, რომლებიც აი უსწრაფესები არიან. ეს შემთხვევა, როდესაც ჩინური ცუც არ ნიშნავს. ეს შემთხვევა, როდესაც ჩინური ჩინურს არ ნიშნავს. გაზეგები. გარდა იმ სერვისებისა, რაც ამ ავტომობილს გვჭირდება ჩვენ, რა სერვისები აქვს ლიდერ მოტორს, რომ
დარწმუნებული ვარ, აინტერესებს ჩვენ მაყურებელს. მოდი პირველ რიგში ვიტყვი, რომ ლიდერ მოტორსთან ნდობას განაპირობებს კიდევ ერთი ის ფაქტორი, რომ ჩვენ 2015 წლიდან ვართ ამ პლატფორმაზე წარმოდგენილები და ხარისხი არის 10 წელია უკვე აბაზარზე ვიმყოფებით და საკმაოდ სტანდარტებზე ბევრად მაღლა ვიმყოფებით ხარისხთან მიმართებაში. ასევე ფასები ძალიან სტანდარტულია და ასე ვფიქრობ, რომ ყველასთვის მისაღები არის. რამდენიმე სერვისი უკვე ჩავიარეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალუმინის დეტალებს ვასწორებთ, რაც საქართველოში ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. კი, ალუმინს რო დაინახავენ, ან ძალიან გიძვირებენ, ან საერთოდ არ ხელს აკიდებენ. ყავს არგონის სპეციალისტიც ასევე, პლასმასის სპეციალისტი, ღებავი, პოლირება, ქიმწმენდა. უკანა მხარეს რომ თავი დავანებო და ცოტა წინ გადმოვინაცვლოთ, აქ უკვე შეგვიძლია სავალი ნაწილების შეკეთება ჩვენ სერვისში, ასევე ხდება ძრავების გარემონტება, გადაცემათა კოლოფების შეკეთება. გვაქვს ეგრეთ წოდებული წყალებში, რო თქვა, ვულკანიზაცია, ხაზს გავუსმევ, რომ ასევე გვაქვს უახლესი აპარატურა, რომელთაც ჩვენ შევძლებთ კონდიციონერის დატვირთვას ავტომობილების და მივაწოდეთ მათ საჭირო რაოდენობის ფრეონს გამართული მუშაობისათვის. ერთი სული მაქვს, რომ დავიწყოთ ეს პროექტი, იმიტომ რომ მანქანა ჩამოვიდათ 11 თებერვალს, დღეს 17 მარტია და არ მაქვს პროექტი დაწყებული და აი თქვენ არიცით, როგორი სავსეა ჩემი მოთმინების ფიალა. მოკლედ დავშალეთ ავტომობილის მარჯვენა მხარე და რაღაც სიურპრიზები იყო. კარგი ამბავი ის არის, რომ შიდა მხარეს ორივე კარებზე გადარჩენილი არის ის დეტალები, რომელსაც მარტივად შევძლებთ, რომ ახალ გოლკარზე გადავაწყოთ. სიურპრიზები კი ის არის, რომ დაგვჭირდება იდეალობისთვის მისაღწევად ახალი სტოიკის მოტანა, ასე ვთქვათ, შიდა საკრდენების მოტანა. აქ გადაიჭრება რომლის ამოცვლას მოხდება. უბრალოდ აქ გადაიჭრება, მაგრამ ჩვენ აქედან მივაბავთ. დიახ, უკანა მხარე ასევე და წინა მხარე პეტლებს შორის, აი აქ გადაიჭრება. მთლიანად მოხდება ამ საკრდენის ამოყება და ჩემი ჩინელი სპეციალისტი მოახერხებს იმას, რომ ლუკა მოახერხებს იმას, რომ ეს ახალი საკრდენი აიყოს და დაამაგროს, რაც თავარია პირველ რიგში უნდა მოხდეს გეომეტრიული გასწორება მანქანის, დასული იყოს გეომეტრიულობა და რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჰერმეტულობა იყოს შიგნით დაცული და ამის შემდეგ უკვე ჩაკერების შემდგომ გადავინაცვლებთ რობოტიდან სამღებროზე. სამღებროზე გადავა მანქანა, კი ბატონო. ძალიან კონტრასტი გვაქვს ამ ინდში, იმიტომ რომ მარტის თვეა, წინაზე მაისურებით ვიყავით ცხელო და ეხლა კიდე წვიმს ჩამოიქცა ცა. და დღეს ველოდებით GLC-ის ნაწილებს უნდა დავხვდეთ, იდეაში მაგნიზეზით მოვედით, მაგრამ თან აჩის ფორსაჟის Lexus-ში ჩავამატებთ ფრეონს, იმიტომ რომ რო დაცხა, აღმოვაჩინეთ, რომ კონდიციონერი გამართულად არ მუშაობს და ლიდერ მოტორს ეს სერვისიც აქვს და წავიდეთ ეხლა ნოდო ვიპოვოთ, რომელიც დაგვეხმარება ამ ყველაფერში. ესე ჩვენი კარნიზი და შუა საკრდენი, რომელიც დადგება სრულიად ახალი მანქანაზე და გასწორებული არ იქნება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეგეთი ყოფილიყო და უკანა კარით ამ კი ბატონო, ნამდვილად ეგ. ჩვენი დეტალი, როგორც ხედავთ, ძალიან დაზიანებულია, აი ძალიან დაკუჭულია და ამის გასწორება იქნებოდა სიგიჟე და აი ესეთი გაფუჭებული დეტალი გასწორებული ნამდვილად არ მინდა ეყენოს ჩემს მანქანაზე, ამიტომ აღარ დაგჭირდება. იმედია შარვალი არ გავხიე. და აი აქ დადგება სრულიად ახალი დეტალი. აი ახლა აფიქსირებენ მეტალს, რომელიც დამაგრდება შემდეგ აი ამ ჯაჭუზე და დაიწყება ეგრეთ წოდებული გამოჭიმვის პროცესი, რომ ავტომობილი დაუბრუნდეს ქარხნულ საწყის პარამეტრებს, რაც რა თქმა უნდა აუცილებელია, როდესაც ავტომობილზე საჭიროა სარობოტე სამუშაოები. პირველად ვუყურებ ლაივში, ასე ვთქვათ, სარობოტე სამუშაოებს და ვნახოთ რა შევა, ანუ კომპრესორით იჭიმება და შესაბამისად ჯაჭვი ჭიმავს და გამოიტანს. მეც მაინტერესებს რა იქნება, მოდი თქვენ კადრებს დაგიტოვებთ და მანამდე მე დავაგვირდები პროცესს.
მოკლედ მოვედით ლიდერ მოტორში. ეს ჩვენი ეკლასი ალბათ გეცნობათ Fiat-ის ვიდეოდან, ამაზე წინა ბამპერია შესაძლებელი, მაგრამ ნუ ეს მერე სხვათა შორის იყიდება ისე. და ესეც ჩვენი GLC, რომელიც უკვე მზად არის შესაღებად, მოათავსებენ ახლა საშრობ ბოქსში. ეს Alfa Romeo, რომელიც არაფერი ისეთი რა, პატარა ნაკაწრი აქვს პოლირებაში ეშველება ამას. შესაღებად არის ფაქტიურად გამზადებული რა სიტყვა. მივედით ფინალურ ეტაპამდე პაპელ, გავედით ბოლოსკენ. ეს არ შეცივდეს ხო ალბათ? ხო, არა, არ შეცივდეს. ეს არის უკანაკარი, რომლის დამუშავებაც ახალი საღებავით მოხერხდება დაახლოებით, აი აქ და აქ რამე დეფექტი ქონდა თუ რა ხდება? მინიმალური დეფექტი იყო, მან რისი დამუშავებაც მოხდა და აღმოფხრა, ფაქტიურად მილიმეტრზეც არ წასულა შპაკლის რაოდენობა. აქ ყველაფერი ხერხდება, ეს კარი შეიღებება ახალი საღებავით დაახლოებით ამ დეტალამდე, დანარჩენზე მთლიანად ახალი ლაკით დაიფარება. სრული დეტალი რომ გადასვლა აღარ მოგვიწიეს უკვე უკანა მარჯვენა ფრთაზე. რაც შეეხება წინა კარზე ასე თუ ისე იყო რაღაც დაზიანებები. კი, წინა კარს ქონდა და თან ფერი სხვა იყო, ასე რომ მაინც ფერის სხვაობაც ქონდა ორივე მხრიდან არის ეს კარის შესაღები. დამუშავებულ ზედაპირებს კი ვხედავთ, კარგად აღჭერს დამუშავებული შპაკლი, გრუნტი უმაღლეს დონეზე არიან გაყოლილები და მთავარი ჩვენი სიურპრიზი რაც იყო. იდეალურად. აი ეს სივრცე მოგვიწია რომ სრულად შეგვეცვალა, შეგახსენებთ, ანუ თავიდან მთლიანად შევცვალეთ. იქნება წინა კადრის, ანუ ეს აქედან ჩაკერდა. კი ბატონო, არ გამოდიოდა, მაგრამ უნდა გამოიყვანო. გამოვიყვანეთ საბოლოოდ, მოხდა ჩაკერება, მთლიანი შიდა სივრცის ამოღება მოხდება. წინა მარჯვენა ფრთაც აღდგენილი არის, აი ეს დეტალი. წინა მარჯვენა ფრთაც ესე შეიღებება, მაგრამ მთლიანად ლაკი დაესხმება. მთლიანად ლაკი დაესხმება და მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გადასვლა არ დაგჭირებოდა გრავსახუბს. დავსახუბსი არ დაგჭირებოდა გადასვლა, რადგან შეუღებავი დეტალი დაგვეტოვებინა. ავარიის დროს პეტლების დაზიანდა და 4-ვე პეტლი ახალი აღენია, ხო თუ 3? 3 პეტლი აღენია. 3 ახალი, უკანა კარის ორივე პეტლს საჭირდა შესვლა. იმიტომ რომ თან მაინც აქამდე იყო მოსული და წინა კარსაც შეეხება მხოლოდ ქვედა პეტლს ჰქონდა დეფორმირება და მოხდა მხოლოდ ქვედა პეტლის შესვლა. შეგახსენებთ, რომ შინელი სპეციალისტები გვყავს როგორც სათნუქე სარობოტე სამუშაოებზე, ასევე სამღერბრო სამუშაოებზე და მართლა მაგარი ხალხი სწრაფად და ხარისხიანად რაფადა ხარისხიანად და არაჩინურად, ანუ ორიგინალურად, რაც ყველაზე მთავარია. ამის გარდა იმასაც ვიტყვი მეგობრებო, რომ სანამ ეს ავტომობილი დასკვნით ფაზამდე მივიდა, ჯერ კიდე ნუ აი შესაღებია და სანამ ეს აიწყობა, ამ პერიოდში პარალელურად რამდენიმე ავტომობილი ჩემს მეგობრებს დასჭირდათ მოვიყვანეთ Ford Mustang, Mercedes Vito, E-კლასზე წინა ბამპერი უნდა შევღებოთ და კიდე სხვა რამდენიმე ავტომობილის, მათ შორის ჩინური ავტომობილებიც იყო მოსული, მაგრამ მაგარი ელმობიერი ბიჭია და პრიორიტეტებად გადაგვიწია თავისი მეგობრების ავტომობილები და თვითონ გადაიჭრა. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი დაჩაგრული ბიჭი ვარ სამეგობროში. და იმის თქმა მინდოდა ეს ყველაფერი რატო თქვი, ანუ იმ მანქანებზე უკვე საბოლოო შედეგის ნანახი გვაქვს და მოკლედ უკვე აი თამამად. იმიტომ არა რომ გვაგდგას. უწევ რეკომენდაციას ლიდერ მოტორს ფლიანი ბოქსი. მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ფილტრები გვიყენია, მუშავდება ლაკით. ლაკით გადაიგებება მთლიანი ბოქსი და ამის შედეგად უკვე ხდება ის მინიმალური მტვერი, რომელიც ახალშესულ მანქანას შეყვა. შიგნით ხდება იმ მტვერის გაჩერება ადგილზე, რომ მაქსიმალურად შევამჩნიოთ კიდევ 1%-ულობა გავზარდოთ, რომ ნაკლებად მოხდეს მტვერის ნაწილაკი შეღებილ დეტალებზე. And when you bite back, you can remedy that. I'm into energy and telling the facts. Tenderize my tendency. They better be back, so relax. I'm on the track. This right is my home. მოკლედ დასრულდა სამღერბრო სამუშაოები. გავიგეთ ფინიში. ეხლა ველოდებით ჩვენი შეღებილი დეტალების შეშრობას დასრულებას. დასრულების შემდგომ უკვე გადავდივართ ყველაზე მთავარ ეტაპზე, აწყობის ეტაპზე, რადგან უკვე დავინახოთ შედეგის საბოლოოდ რა გამოგვივიდა მანქანაზე თუ კარებზე ვიზუალი რომ დავინახოთ ფერი როგორ დაჯდა, სად რა ხდება, კარგად რო გავიგოთ ყველაფერი რა. ამ ეტაპზე შრობა შედარებით უკვე დამთავრებული არის. გამშრალი არის, რაიმე ჭუჭკის აღების ვარიანტზეა აქ საუბარი, უბრალოდ დეტალების დამაგრებისას უკვე საჭიროა ცოტა ფიზიკური ზეწოლა დეტალებზე და აქ უკვე შესაძლებელია საღებავის სირბილის დროს დაზიანდეს ზედაპირი ძალიან მარტივად და ჩვენი გაბეჭდები გადავიდეს. კი ბატონო. რეალურად უკვე მტვერს აღარ აიღებს იმ დონეზე მშრალია.
ავტომობილზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ეს მხარე სრულად აღდგა, საერთოდ ახალი დეტალი ჩაკერდა აქედან წინ საბურავამდე, იმიტომ რომ ყოველთვის ჯობია ახალი დეტალი ჩასვათ, ვიდრე აღადგინოთ უკვე დეფორმირებული, რადგან მეტალი იმ სიმყარეს მაინც კარგავს. ორივე კარი დადგა ახალი, უკანა კარი ვიშოვეთ ფერში, ახალში გულისხმობ იმას, რომ სხვა დაუზიანებელი, თორემ მეორადი იყო ესეც, თუმცა მაინც გადასვლა საჭიროა, როდესაც სხვა დეტალი იღებება, შეიღება ეს წინაკარი და შეიღება ფრთა. ავტომობილი არის იდეალურად შეღებილი, შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგად არის ფერი დასმული, რო შეხედავთ, საერთოდ არ ეტყობა, სად არის გადასვლა, სად რომელი დეტალია შეღებილი, რომელი დეტალია ორიგინალი ფერი, ესეთი შეღებილი მანქანა მე იშვიათად მინახია და დამიჯერეთ ძალიან ბევრ შეღებილ ავტომობილთან მქონია ურთიერთობა. დავამატეთ ეგრეთ წოდებული პაროგები, რომელიც ჯეო ავტოტეკმა გვაჩუქა. ჯეო ავტოტეკი ხო იცით? ნიკუშა მაგარი კაცია, ხო იცით? ნიკუშა ძალიან მაგარი კაცია. მაგრამ ნიკუშა მაგარი კაცია. ნიკუშა მაგარი კაციას მაღაზია ჯეო ავტოტეკი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილების როგორც ბამპერები, AMG-ის მაგალითად, ფეხის დასადები, შეგიძლიათ შეიძინოთ დისკები, ყრილმანი დეტალები, როგორც არის ავტომობილის წარწერები, პარკინგ კონტროლები და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი საჭირო დეტალი შეგიძლიათ შეიძინოთ ჯეო ავტოტეკში და ჯეო ავტოტეკის მისამართებიც იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. ნიკუშა მაგარი კაცია. დროა რომ წავიდეთ პარკში, ამ ავტომობილს სამფაზიანი რეცხვა ჩაუტაროთ, ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ, გარედან შემდეგ დამუშავდება ავტომობილის სრულად გაკეთდება პოლირება და ასევე გაკეთდება ინტერიერის ქიმწმენდა. მოვედით პარკში, გზაში აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ კარგი, კომფორტული მანქანა გვყოლია, საკმაოდ კარგად ასტატის. პირველ რიგში უნდა გაირეცხოს აუცილებლად მანქანა და აი ეს ტონა და ძალიან მაღალზე უკვე 50 სანტიმეტრი ნალექი რო ადევს, ეს ჭუჭყი უნდა მოშორდეს, ჩამოირეცხოს აბსოლუტურად ბოლო მტვერის ნაწილაკამდე უნდა ჩამოირეცხოს ყველაფერი და აი მხოლოდ ამის შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს ავტომობილის პოლირება, შეიძლება დაზუმფარებაც დასჭირდეს რაღაც ადგილებში, თუმცა ისეთი კარგი შეღებილია, არ ვიცი დასჭირდება თუ არა. როდესაც გარედან ვიზუალური ნაწილი დასრულდება, შემდეგ უკვე გადავალთ ინტერიერზე, რომელიც ცუდად გამოიყურებოდა სხვათა შორის, რო ჩამოვიდა ამერიკიდან და პარკში სამფაზიანი რეცხვის შემდეგ არაქიმწმენდის უბრალო ჩვეულებრივი სამფაზიანი 80-ლარიანი სამფაზიანი რეცხვის შემდეგ მეკითხებოდნენ, რომ ქიმწმენდა გააკეთეო, ანუ უბრალოდ რეცხვის შემდეგ რა. ასე რომ ძალიან მაგარია ჩვეულებრივი სამფაზიანი რეცხვაც კი. ეს სადმე რეცხვის შუაში ჩასვი რა, აი მაგ ვაჟბატონმა კამერის უკან რო დგას. ეს მანქანა რო ჩამოვიდა, ეგრევე ეცა და თითით დააწერა პაპელა. რომელზეც ზუმფარა აუცილებლად დაგვჭირდება, იმიტომ რომ რეცხვი, ჩვეულებრივი რეცხვით ეგ აღარ შორდება. ესეთი ჭუჭყიანი იყო ამერიკიდან გზაში და ჩამოვიდა თუ არა პირველი მიახტა და პაპელა მიაწერა კაპოტზე. აგიტომ აქ ეხა 9 თითი 10-ის ნაცვლად. დასრულდა სამფაზიანი რეცხვა და მე აქ მევუფათურე ხელები. არ ვიცი კამერაში რამდენად კარგად აღიქმება, მაგრამ სულ აქვს ლაქები, აი რო იწვიმებს ავტომობილი, როგორც გამოიყურება, ზუსტად ისეა ლაქები დარჩენილი ლაქზე და საღებავზე. რატო ხდება ეს? როდესაც ზოგადად თბილისი მოგეხსენება ძალიან ჭუჭყიანი და მტვრიანი ქალაქია და როდესაც წვიმს ჩვენს ქალაქში და ეს მტვერი და წყალი ერთმანეთში ირევა, გამოდის რაღაცა ჭუჭყიანი მასა, რომელიც შემდეგ უკვე მზეზე და ქარზე რომ დგას და ზედ აშრება და მერე მზის დახმარებით ზედ ახმება ეს ყველაფერი
როგორ კარგადაც არ უნდა გავურეცხოთ, მაინც ლაქებად რჩება. ასე რომ გაითვალისწინეთ, ავტომობილს ნუ დატოვებთ ხშირად გასარეცხს და ეცადეთ რომ ჭუჭყი ყოველთვის ხშირად ჩამორეცხოთ ხოლმე, რომ აი ესეთი შედეგი არ გქონდეთ საბოლოო ჯამში, რასაც უკვე სჭირდება ავტომობილის სუბუქი პოლირება, რომ ეს ყველაფერი მოაშოროს. რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდით, თქვენთვის რამდენიმე წუთი გავიდა, რომ შევაფასოთ თუ როგორი ნამუშევარია ჩვენს GLC-ზე, მაგრამ სანამ ამ ეტაპზე გადავალთ, მინდა რომ BMW M850-ის ვიდეოში დაპირებული გათამაშების გამარჯვებულები გამოვავლინო. ამისთვის დამჭირდება უბრალოდ ჩემი ტელეფონი. როგორც თქვენს ეკრანებზე ხედავთ, შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიეთ ორი გამარჯვებული და ესენი არიან In the man. Take down. ეგეც ნებისმიერ დროს, როცა თქვენ გაგიხარდებათ დარეკოთ პარკში, უბრალოდ წინასწარ გააფრთხილოთ ისინი, რომ მოდიხარ და სრულად უფასოდ მიიღოთ სამფაზიანი რეცხვა საჩუქრად. ეხლა რაც შეეხება ამ ავტომობილს, ჩაუტარდა სრული პოლირება, შემდეგ უკვე დაიფარა კერამიკით და რა თქმა უნდა, ინტერიერის ქიმწმედა, რომელმაც საერთოდ სხვა ვიზუალი მისცა ინტერიერს და ძალიან გამოაცოცხლა ყველაფერი. ძალიან სუფთა მანქანა ჩამოვიდა ისედაც და ყველას ეგონა რომ უკვე გაკეთებული ქონდა ქიმწმედა, თუმცა სანამ არ გააკეთებ პროფესიონალურ ქიმწმედას, ვერ მიხვდები თუ რამდენად სუფთა შეიძლება იყოს შენი მანქანის ინტერიერი. და ახლა დროა რომ ამ ავტომობილს გადავუღოთ კარგი ფოტოები და თუ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, მაშინ ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ რა ფასად გაიყიდა, მოგება რამდენი იყო და ასე შემდეგ. მოგესალმებით კვლავ პარკიდან და ჩემდა გასაკვირად მანქანა აი ავტოზე განცხადების დადებიდან დაახლოებით 5 დღეში უკვე გაიყიდა და ეხლა მივდივართ უკვე რუსთავში რომ ეს ავტომობილი გადავუფორმოთ ახალ პატრონს. 2-3 კვირა ალბათ პარკში აყენია მიწის ქვეშა სადგომზე და ტვირთი ფარება მაინც ძალიან კარგად გამოიყურება და ეს არის კერამიკის და კარგი პოლირების დამსახურება. ის გადაგვრჩენია რომ წავიდეთ რუსთავში, ერთადერთი რაც მაშინებს საწვავი საერთოდ არ არის მანქანაში და აქ რომ მომყავდა რაზე ვფიქრობდი არ ვიცი, იმედია ბენზინგასამარსადგურამდე მივახცევთ და შემდეგ უკვე რუსთავიდან დაგიბრუნდებით. ჩამოვედით რუსთავში, ველოდებით ექსპერტის დათვალიერების რიგს, მაგრამ ისეთი მანქანაა ჩემს წინ რომ საერთოდ დამავიწყდა რისთვის ვარ ჩამოსული 1969 წლიანი Ford Mustang 8 ცილინდრიანი როხ-როხაძრავით fastback-ი ძალიან მაგარი ფერი, მოკლედ სასწაულია. ეხლა ექსპერტი დაათვალიერებს, ეს მანქანა უკვე იმდენი ხანია გასამბაჟებელი, რომ ჯარიმაზეა გასული და რაღაც ჯარიმის გადახდა აუცილებლად მომიწევს და მე უკვე გადავუფორმებ ახალ პატრონს ამ ავტომობილს. მოკლედ ეხლა უკვე ისეთი სიტუაციები იქნება წინ, რის გადაღებაც არაეთიკური იქნება, ასე ვთქვათ.
როგორც ხედავთ, GLC გაიყიდა და დროა გადავიდეთ ციფრებზე, რაც არის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ავტომობილი ჩამოყავს გასაყიდად. ავტომობილში გადავიხადეთ $16,766, ზუსტად არც 1 ცენტით მეტი ან ნაკლები, ეს იყო სრულად აუქციონის თანხა მოსაკრებელის ჩათვლით. შემდეგ უკვე როდესაც ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვიდა, გადავიხადე $1,710, სატრანსპორტო კომპანიის ღირებულება იყო ეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ არხზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში აქტიურად ჩანდა Ford Dealer ავტოიმპორტის ლოგო, მე ეს ავტომობილი ჩამოვიყვანე Carline-ით. ის პირობები, რაც Carline-მა შემომთავაზა, ჩემთვის იმ მომენტში იყო ყველაზე იდეალური. ფასდაკლების გარეშე სტანდარტულად, როგორც მომხმარებელს, ისე მომწეს ეს ფასი. ამ თემას შემდეგ ვიდეოებში უფრო კარგად შევეხები და უფრო მეტად გავშლი. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ რაღაცაში თანხები დავზოგეთ, Leader Motors-ის შემთხვევაში, პარკის შემთხვევაში, Geo Autotech-მა ნაწილები გვაჩუქა და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ რო არ დაეზოგა არავის თანხა და ესე უბრალოდ ჩამოგეყვანათ კონკრეტულად ეს ავტომობილი, გაგეკეთებინათ სრული ხარჯით, რაც ეს მანქანა დაჭდებოდა, დაახლოებით მოსალოდნელი მოგება იქნებოდა ალბათ $2,500, შეიძლება $3,000-იც. გააჩნია სად გააკეთებდით, იმიტომ რომ ყველა სერვისს თავისი ფასები აქვს. და საბოლოო ჯამში, რო გავუცეთ ვიდეოს შეკითხვას პასუხი, ღირს თუ არა ავტომობილის ჩამოყვანა გასაყიდად, კი, ნამდვილად ღირს. სწორად უნდა აარჩიოთ ავტომობილი, სწორად უნდა აარჩიოთ იმპორტიორი კომპანია და სწორად უნდა აარჩიოთ ის სერვისები, რომელსაც ანდობთ თქვენი ავტომობილის გაკეთებას, რადგან ავტომობილის საბოლოო იერსახე ყიდის ავტომობილს და თუ თქვენს გადაწყვიტავთ ავტომობილის ჩამოყვანას გასაყიდად, შეგიძლიათ მიმართოთ ყველა იმ კომპანიას, რომელიც ამ ვიდეოში იყო ნახსენები ჩემი სახელით და მიიღოთ განსაკუთრებული ფასები მათ სერვისებზე, ნაწილებზე თუ ასე შემდეგ. გიშურებთ წარმატებებს ამ მიმართულებით.